საღამო მშვიდობისა ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, მინდა ყველას მოგესალმოთ და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომენატრეთ უკვე 1 წელია არ შევხვედრივართ ერთმანეთს, ანუ ეს გახლავთ 2017 წლის პირველი გადაცემა, რაც ძალიან მიხარია, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც შობა ახალი წელიწადი მრავალს დაესწარით. ჩვენ კი ჩვენი მხრივ გვპირდებით, რომ ანეკდოტების რვეული ისევ მოწოდების სიმაღლეზე იქნება და თავის ერთგულ მაყურებელს ყოველთვის გაახარებს. მოკლედ შემოკარგებო, როგორც უკვე მიხვდით, ეთერშია ყველაზე მხიარული და სასიამოვნო გადაცემა ანეკდოტების რვეული. ის გადამრჩენია, რომ ადგილი დაუთმო ეთერში მერვე ადგილს. გთხოვთ აგი მაიც მათხოვე. აზე კია მოდის მე. რაფერ ხარ, ნაზიკია? ზედა. რა ვიცი. რაფერ ვიქნები სუგადარბენებზე. ცალი ფეხი თბილისში მაქვს, ცალი ქუთეისში. ზედა. რავალი და სანახი იქნები ხაშურიდან? ახალ წელთან არაფერ შუაში იყო, მაგრამ ძალიან სასაცილო ანეკდოტია, მინდა გითხრათ, თუმცა რისი დანახვაც ამ ადამიანს აინტერესებს, ის ზესტაფონიდანაც კარგად გამოჩნდება, ჩემო კარგებო. მოდით ვნახოთ მე-7 ადგილი. რა ზამთარი გადამაგორებინა და არ მინდა არაფერიც. ყინვები დეიჭირა ბექაია. უი, დედა ნტრისას. ატარებს ბალში ბილში. ეს ხე თუ არავე, ახლა პარო ბიჭები. გოუმარჯობს. პარო რომანი. ბიჭო, თოფი ვიყიდე, სასტაული. აუ, რა მიეცი ბიჭო? 3000 ლარი. მაგ თოფის ყიდვას გეყიდა 2 წლის საწოლი. სტუმარი რომ მოგივიდეს დააწვენდი. თოფია ბიჭო, იმფერი, ჭიშკართან დავაწვენ სტუმარს. აბა. მისტერია. აბა, შენ გენაცვალე სახლის რაღაც გინდა. მასეთი თოფით უგა ოჯახის წევრებსაც ჩვენ ერთ კარგად დააწვენ ჭიშკართან. მე-6 ადგილის ჯერი დადგან. პარო კაკუნა. გაუმარჯოს. რა ქნა ბიჭო, საქართველოს ნაკრებმა. რასი დამდა? რიტნოლი წააგო. მეგარემ, რეის არ გამყევიო. ბატონო, გუნდთან აჩხუბარიო, რა თქვა, ჰა? მეკარე თუ არა, თავდავსხმელები ხო რას ლაპარაკობ, ყველა წაყოლიან რა. სანამ შემდეგზე გადავიდოდეთ, მინდა ერთი ანეკდოტი მეც მოგიყვეთ. იმედია, ჩემსავი თბილად ხართ მოკალათებული ტელევიზორებთან, როგორც მე სტუდიაში და მაშასე მოვისმინოთ ერთი ანეკდოტი საახალწლო. პატარა ბავშვი წერილს წერს თოვლის ბაბუას და შემდეგ ჩააგდუეს საფოსტო ყუთში და გაუგზავნა თოვლის ბაბუას. და პოსტის თანამშრომელმა წაიკითხეს ეს ღია წერილი და ბავშვს უწერიო, რომ თოვლის ბაბუ ამ საახალწლოდ ძალიან მინდა მქონდეს თბილი ქუდი, კაშნი, ქურთუკი, თბილი ფეხსაცმელები. მე შეეცოდათ ეს ბავშვი და აკრიბეს ფული და უყიდეს საჩუქრები. ოღონ ქუდზე დააკლდათ ფული, აღარ ეყოთ, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი გაუგზავნეს. ცოტა ხანში მოდის ისევ ამ ბავშვის წერილი თოვლის ბაბუის მისამართით. თოვლის ბაბუ, შენი საჩუქრები ყველაფერი მივიღე, მაგრამ ქუდი აკლდა და ალბათ პოსტის თანამშრომელმა ამოიღეს, მაგ დედა მაგე. ჩვენ ნახოთ მე-5 ადგილი.
გამარჯობა, ძალიან დიდი ბოდიში დასე გვიან რომ გაწუხებთ. რომანი მინდოდა? სხვაგან მოხდით? აი მე ძალიან დიდი ბოდიშით რომ გაგაღვიძეთ. არა უშავს, მაინც უნდა მდგარიყავი. ტელეფონი მირეკავდა. წავიღე ტელეფონი. ისე ცოტა ხანი რო ელაპარაკა რომანი ვარო იმასაც კი ეტყვა. მეოთხე ადგილი ჯერი დადგა ჩვენს ეთერში. ბიჭო ემზოლია აბიჯო რა აზრის აღარ იმთავრობაზე და ახლანდელზე და მე თქვი ერთი სამი ვერა ის მაგნისია მესამე რა შუაშია რავა არ მოა თუ თუ ძმა ხარ ცოტა ხმადაბლა ილაპარაკე მართალი არავის ეგონოს და არა ბატონო ბიძინა ანეკდოტია ეს ასეთი იხუმრა უბრალოდ მესამე ადგილზე სასწრაფოდ გადავიდეთ გოგო შენი მევიდა? არა. მაგი ვნახე მიწაში. შენი? მევიდა, მარა ისეთი სანახავია, მიუწვეს შენსას გვერდში. რა იყო, ქალო, საფლავის გათხრაც რო გეზარება, სხვის საფლავში რო ჩააგდებ, ქმარი. შეგაც. სანამ მეორე ადგილს შემოგთავაზებდეთ, მანამდე ერთი ანეკდოტი მეც მინდა მოგიყვეთ. ექიმები 5 საათია ოპერაციას უკეთებენ პაციენტს და ბოლოს ერთი ეუბნება მეორეს. ბიჭო, ეს პაციენტი ხო არ გავაღვიძოთ, იქნება ამას ახსოვს რანაირად იყო აქანა ეს ყველაფერი. მეორე ადგილის ჩემი დადგა ჩვენს ეთერში. დაუმარჯოს მუხბე. დაუიაბა, გერბაზაში და მერე სახლში. ბაზარი არაა ძმაო. ბაზარი არა. მაშინ მინდა მერ სახლში დავაწექი. ისე ამას ეს ტაქსი ძღოლი თუ შეხვდა, სულ დახოცავს ოჯახში ერი. ეჯერებული. და რაღა დაგვრჩენია პირველი ადგილი ჩვენს ეთერში. მაგერტი თუ ზმახარ დავისვენო ცოტა ხანია. ისე რა დაგალა შენ ბიჭო. რაც შენ ნადირები გაქვს. ნახევარი ნადირები ამის გაწყვეტილია, რა? აბა ვისი? აი ხუმრე და მე ვებხუზეც მაქვს ნანადირები. აი ბიჭო. ხოდა ეხლა მოგიყვებით როგორ იყო ეს ამბავი. ბიჭო. ესე იგი უღრან ტყეში მივდივარ ფეხაკრეფით სანადიროდ ვებხუზე. მივიპარები. მივდივარ და გამომიხდა ბიჭო ვებხუში. ბიჭო ახლა უყურებ, მიყურებს. მიყურებს, ახლა მეც უყურებ. უყურებ, მაინც მიყურებს. ახლა რა მოვიფიქრო არ ვიცი და ვემზადები და გავიქეცი ბიჭო, გავიქეცი, გამომეკიდა ეს ვებხვი. მივარ მომდევს და დავინახე და მოვეკეცი კინტეროზე. ხო, კინტეროზე. რა ვქნა არ ვიცი. ამოხტება ვებხვი, ჩასრიალდება ვებხვი. აუ, დაზმირიჩ.
შენ ადგილზე მე მაგრად ჩავისვრინე. აბა რატოს რეალებ და ვებხვი? აი შენ გენაცვალე. აი რას ნიშნავს ნამდვილი მონადირე. მიტო უნდა წახვიდე სულ ნაჭამი სანადიროთ. რა იცი რა დროს გადმოგიხტეო ვებხვი. მოკლედ ძირფასო ბატონებო და ქალბატონებო დღეისათვის სულ ეს იყო. მე კიდევ ერთხელ ცოტა დაგვიანებით მინდა მოგილოცოთ ახალი წელი და კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ რომ 2017 წელი ყოფილიყოს ყველაფერი კარგის მომტანი თქვენთვის. ანეკდოტების როული საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებად, უბრალოდ შეგახსენებთ რომ ჩვენ ერთმანეთს სულ რაღაც ერთ კვირაში შევხვდებით. კარგად ბრძანდებოდეთ. შემომიმტრიეს კარები ფანებმა.